მე მაშინაც ვთქვი და დღესაც ვამბობ, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქროაშვილი უნდა იყონ, ბოკერია უნდა იყონ გასამართლებული სამშობლოს ღალატზე. იმიტომ ის რაც მათ ჩაიდინეს ცხინვალში და რაც მათ ჩაიდინეს აფხაზეთში, როდესაც კოდორს დაარქვეს ზემო აფხაზეთი და ცხინვალის ახალგორი დაჩუქეს და ჩაატარეს იქ ვითომ არჩევნები, როდესაც ახალგორი იქით. არა, ვითომ არჩევნები ჩაატარეს. ეს ხო ანტიკონსტიტუციური იყო ყველაფერი. ეს იყო ანტიკონსტიტუციური ქმედება, რომელმაც საბოლოო ჯამში ზიანი მიაყენა ჩვენ ქვეყანას დღევანდლამდე გამოუსწორებელი. ხო, იმედი მაქვს ამასაც. და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად მაგაშია საქმე. ეს უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში და მე მაშინაც განვაცხადა ჯერ კიდე ახალი წასული ვიყავი, რომ მე მზათა ვარ რომ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო, იმიტომ რომ მე მაქვს უამრავი ცნობები, უამრავი დოკუმენტები, რომლითაც მე დავადასტურებ იმას, რასაც ვლაპარაკობ, რომ ეს იყო გამიზნული ღალატი, ეს იყო დავალება, რომელიც მათ შეას მაგან და მისმა ბიძამ, რომელიც უშიშროების საბჭოს ხდომებს ესწრებოდა FSB-ს პოლკოვნიკი თუ გენერალი. შენ წარმოგიდგენია ეგეთი რამე? სერიოზულად გეუბნები ხო? აგერ არის ბოკერია, ხო? თქვას რომ ესე არ იყო. აგერ არის ბეჟუაშვილი ორივე ძმა, ხო? აგერ არის ცოცხლები არიან, ხო? გამოვიდეს და თქვას რომ ალასანია არ ესწრებოდა თემურ ალასანია. რომელსაც არანაირი ფუნქცია არ აქვს. რა ფუნქცია ქონდა FSB-ს პოლკო, ეხა გენერალია უკვე და FSB-ს წარმომადგენელი იჯდა უშიშროების საბჭოს ხდომებს.